მინდოდა ანიმაციის გარდა მანგის არტზე და მანგის ნახატებზეც გამეკეთებინა ვიდეო. და როგორც ხედავთ, პირველი მანგა, რომელზეც ვიფიქრე, რომ ვიდეოს გაკეთება ღირდა, არის One Punch Man. უფრო კონკრეტულად მინდოდა მესაუბრა ანიმაციამ და ანიმაციის ტექნიკებმა, რა გავლენა იქონია იუსუკე მურატას არტზე. ვინც არის One Punch Man-ის მანგის არტისტი იუსუკე მურატა, არა მხოლოდ მანგაკა და მხატვარია, ის ასევე ანიმატორია. და მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ოფიციალურად ანიმე ფილმი არ გამოუშვია და მხოლოდ 3 ONA და PV აქვს გამოშვებული, მან 2023 წელს ოფიციალურად დაარსა თავისი სტუდიო, Village Studio. მარტივად რომ აღხსნა, იმისთვის რომ თავისი ხატვის უნარები და სკილები კიდევ უფრო გაემჯობესებინა, ანიმაციის და ძერწვის, ქანდაკებების ძერწვის შესწავლა დაიწყო. და ეს ანიმაციაც, რომელიც შეიძლება უკვე აქამდე ნანახი გქონდეთ, იუსუკე მურატას გაკეთებულია. მაგრამ უშუალოდ მანგაზე და მანგა არტზე რო გადავიდეთ, იუსუკე მურატას არტში და მის სტილში ყველაზე აშკარა რაზეც აღენიშნება გავლენა ანიმაციისა და ანიმაციის ტექნიკებისა, არის პანელინგზე, დინამიკურ პოზებზე და ასევე ხშირად გამოყენებულ სპიდლაინებზე და სმირებზე. მართალია სმირების და სპიდლაინების გამოყენება მანგაში უჩვეულო რამ არაა. ასეთ რამეს ხშირად შეხვდებოდით მაგალითად საკამოტო დეიში ან საგმირო აკადემიაში. და ასევე დინამიკური პოზების მხრივაც ბევრი მანგაკა, რომელსაც წარმოუდგა ცოცხალი მოძრაობის დახატვა შეუძლია. მაგალითისთვის დანადანის ავტორი ტაცუია ნობუ, საკამოტო დეის ავტორი იუტო სუზუკი, ტოკიო გოულის ავტორი სუი იშიდა ან ყველასთვის ცნობილი მასაში კიშიმოტო, ნარუტოს ავტორი. თუმცა კი ეს ყოველივე კიდევ უფრო ხშირია და უფრო მეტად აქტიურად გამოიყენება ანიმაციაში ვიდრე მანგა არტში. და ასევე იუსუკე მურატას ეს ყოველივე ბევრად უკეთესად გამოსდის ვიდრე სხვა მანგაკებს და არტისტებს. მას კიდევ უკეთესად შეუძლია მოძრაობის გასაცვლება ნახატებში და ასევე მურატა კიდევ უფრო აქტიურად და ხშირად იყენებს სპიდლაინებს. მაგალითისთვის რომ შევადაროთ ეს ორი პანელი, ერთი საგმირო აკადემიიდან, მეორე One Punch Man-დან. ალბათ დამეთანხმებით, რომ One Punch Man-ის ნახატში მოძრაობა ბევრად უფრო დინამიკური ჩანს და ბევრად უფრო ცოცხალი ჩანს. ამისთვის რამოდენიმე ფაქტორია. ერთი უშუალოდ კომპოზიცია როგორ არის გადანაწილებული და ნეგატიური სივრცე როგორ არის გამოყენებული. ამაზე აქ დიდად არ ჩავეძიები, მაგრამ კომპოზიცია ორის ტყუით რომ აღხსნა, თეთრი ნათელი წარწერა მაყურებლის ყურადღებას იქცევს და ფოკუსის წერტილი ხდება. შემდგომ თვალი ბუნებრივად მიყვება სახეს და აანალიზებ, რომ პერსონაჟი დაარტყეს. შემდგომ გადადიხარ საიტამაზე და მთლიანობაში კომპოზიციას აღიქვავს ტვინი. მაგრამ მოძრაობას ცოცხალს აჩენს გაზვიადებული, მაგრამ ზომიერად გაზვიადებული ანატომია და პროპორციები პერსონაჟის. ანუ თუ ოდესმე დაგისტოპებიათ ან გინახავთ დასტოპებული კადრი ექშენ სცენაში ანიმაციის, სადაც წარმოუდგენლად გაზვიადებულია პერსონაჟის მოძრაობა და ანატომია, მსგავსი შემთხვევაა. როგორც თქვი, ეს ყოველივე უფრო მეტად დამახასიათებელია ანიმაციებისთვის და ამ ყველაფერმა აშკარა გავლენა იქონია მურატას სტილის დახვეწაზე და განვითარებაზე. იმიტომ რომ თუ გადავხედავთ იმ მანგას არტს, რომელზეც იუსუკე მურატა One Punch Man-მდე მუშაობდა, ერთის მხრივ თავისთავად მისი არტი გაუმჯობესდა კიდევაც, მაგრამ სტილიც შეიცვალა და დაიხვეწა. ხოლო რაც შეეხება პანელინგს, პანელების და ნახატების გადანაწილებას, აქ ბევრად უფრო აშკარა გავლენას დაინახავთ იუსუკე მურატას არტში. მარტივად რომ აღხსნა, როდესაც პანელების გადანაწილებაზე მიდგება საქმე, განსაკუთრებით ექშენ სცენებში, პრაქტიკულად ყველა არტისტი, რომელიც მანგაზე მუშაობს თუ კომიქსს, როცა რაიმე მნიშვნელოვანი მომენტის და ექშენ სცენის ჩვენება უნდათ, ჯერ ჩვეულებრივად ხატავენ და ანაწილებენ პატარა პანელებს, პატარა ნახატებს ერთ გვერდზე. მაყურებლის გონებას ამზადებს, რომ რაიმე უნიშნულოვანი და გრანდიოზული უნდა მოხდეს და შემდგომ არის double page spread, ორგვერდიანი დიდი პანელი, დიდი ნახატი, სადაც პერსონაჟებმა შეტევა განახორციელეს ან რამე მნიშვნელოვანი მოხდა და პრაქტიკულად არც ერთი მანგაკა არ ჩაეძიება და არ აჩვენებს ამ შეტევას დეტალებში და ყველა მოძრაობას დეტალებში. და მთლიანობაში მაყურებელს უწევს წარმოიდგინოს რეალურად სცენაში რა მოხდა. და ეს ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეულწილად პრობლემასაც ქმნის ხოლმე, მაგალითისთვის One Piece-ის მანგაში, სადაც ბევრი ადამიანის კრიტიკა იქნებოდა ის, რომ ექშენ სცენები არის გაურკვეველი. One Piece-ს არ აქვს ხოლმე კარგი ქორეოგრაფია ბრძოლების, მაგრამ ეს შემთხვევა ნამდვილად არ არის One Punch Man-ის მანგა, იმიტომ რომ იუსუკე მურატა ყოველთვის გამოძებნის ხოლმე გზას, რომ პერსონაჟების მოძრაობა და ქორეოგრაფია რაც შეიძლება ადვილად აღქმად და გასაგები იყოს მკითხველისთვის. ხშირ შემთხვევაში არათუ ერთ, არამედ ორ წარმოუდგენლად დეტალიზირებულ double page spread-ებსაც კი აკეთებს ხოლმე და ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად storyboarding-ს, ექშენ სცენის მონახაზს კი არა, ანიმაციასაც აკეთებს ხოლმე. იმიტომ რომ ზოგიერთ ექშენ სცენაში თუ პანელებს დაედიტებთ და ერთმანეთის მიყოლებით აჩვენებთ და უყურებთ, ანიმაცია იქნება. იმდენად გარკვევით და დეტალებში აჩვენებს პერსონაჟების მოძრაობას ერთმანეთის მიყოლებით და თითოეულ ამ ნახატს აკეთებს როგორც double page spread-ს, ანუ დიდ ორგვერდიან ნახატებს. რაც კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ იუსუკე მურატა ამას მიზანმიმართულად აკეთებს და თავის მანგაში პრაქტიკულად ანიმაციას ურთავს.
და თუ ვინმე აქამდე მოხვედით, მადლობელი ვიქნები თუ ჩემ არხს გამოიწერთ და თუ ვინმეს ასევე ჩემი ნახატების ან ანიმაციების ნახვა აინტერესებს, ლინკს დავტოვებ TikTok-ისთვის და Instagram-ისთვის.